დიახ, ირაკლი კობახიძემ ფაქტობრივად საკუთარივე გუნდის გადატრიალებაში დაადანაშაულა ყოფილი თანაგუნდელები. ეს არის ძალიან მძიმე ბრალდება და შესაბამისად ჩვენ დილიდან ვცდილობთ ქართული ოცნების რიგითებს თუ ლიდერებს დაუსვათ უფრო მეტი კითხვები, ის კითხვები, რაც საზოგადოებას აინტერესებს ამ საკითხთან დაკავშირებით, დაანონსა თუ არა ირაკლი კობახიძემ ამ განცხადებით დაკავებების ახალი სერია და შესაძლოა თუ არა რომ განსასჯელის სკამზე ვიხილოთ მათ შორის ქართული ოცნების ყოფილი წევრებიც. უნდა ითქვას ის, რომ ქართული ოცნების ლიდერები უფრო მეტ ამ საკითხზე არ საუბრობენ, თუმცა მიგვანიშნებენ იმას, რომ როგორც ჩანს გამოძიება მათ შორის იმითაც არის დაინტერესებული, ვინ აფინანსებდა 4 ოქტომბრის პროცესებს და არც გამორიცხავენ იმას, რომ შესაძლოა ამ მხრივ დაკავებულთა პირთა წრე გაიზარდოს. პრემიერ-მინისტრი საუბრობდა ზუსტად იმავე ხალხზე, ვიზედაც საუბრობდა ხაბეიშვილი და მისი პარტიის წევრები. არ არიან ამ დრომდე ბატონო შალვა დაჭერილი მაშინ ეს ადამიანები თუ დამხობას აანონსებდნენ თქვენი ყოფილი თანაპარტიელები, ვინც ხელს უწყობდნენ ხაბეიშვილს აგულიანებდნენ. აქ სიღრმეებში შესვლა საჭირო აღარ არის, თავარი არის რომ ხელისუფლების გადატრიალების გეგმა ჩაიშალა. მიდის გამოვლენა ყველას, ვინც ამ ძალადობაში იყო ჩართული, მათ შორის იქნება ეს მოძალადე უშუალო, შემგულიანებელი, ორგანიზატორი თუ ასე შემდეგ, ყველაფერს დაერქმევა თავის სახით. თუ იცით რომ დამხობას ორგანიზებდნენ, აფინანსებდნენ, უწყობდნენ ხელს დამხობას, რევოლუციას, ხელსაფარებთ ყველა ვისაც ჩადენილი აქვს სისხლისამართლის დანაშაული, რა თქმა უნდა, ყველას გამოვლენა არის ჩვენი სამართალდამცავი სტრუქტურების. გამოავლეთ ყოფილ თანაპარტიელებს და დაიჭერთ. ყველა ვისაც ჩადენილი აქვს სისხლისამართლის დანაშაული და განსაკუთრებით დანაშაული საკუთარი ქვეყნის წინაშე, ყველა იქნება გამოვლენილი და თავარი მიანიშნებთ ახლა. არა, რა თქმა უნდა, არა, რა თქმა უნდა. სწორედ ირაკლი კობახიძის პრემიერობის დროს ისინი წავიდნენ. არა, ეს არის ზუსტად აბსურდი, თქვენ გინდათ რაღაცები მიაკეროთ ამ გამონათქვამებს, ზუსტად ეს არის თავარი манипуляცია. არსად ართმულა როგორ პრემიერობის დროს წავიდნენ და აფინანსებდნენ რევოლუციას და შემდგომ ხელს უწყობდნენ რევოლუციას. თქვენი სპეკულაცია. თქვენ თუ გქონდათ ინფორმაცია რომ თქვენი ყოფილი თანაგუნდელები პარტიიდან წასული ადამიანები აფინანსებდნენ რევოლუციას? არ ვიცი, ვერ გეტყვით არ ვიცი. კობახიძისგან გაიგეთ ეს პირველად? არ ვიცი, მე დეტალურად შეიძლება ირაკლი უფრო მეტი იცის და რავი, არ დამორიცხავს პრემიერ-მინისტრია და ცხადია უფრო მეტი ინფორმაცია. ღარიბაშვილზე და ლილუაშვილზე ხომ არ მიანიშნებდა ირაკლი კობახიძე ამ სპეკულაციებს ძალიან გთხოვს. თუ იცის კობახიძემ რომ აფინანსებდნენ დამხობას და რევოლუციას ბოდიში რომ ამოვწურო, ბატონო, რომ ამოვწურო, არ შეგიძლიათ კითხვა და პასუხი რომ გავცეთ? არ გესმით ჩემი რომ გელაპარაკები? ამ ქვეყანაში რატომ არ იჭერენ? შეგიძლიათ ვიქნათ? დამხობას რაც შეეხება. ვინც აორგანიზებდა შემსრულებელი ყველას გაეცემა შესაბამისი პასუხი. იდენტიფიცირებულები არიან, რატომ არ იჭერენ ყოფილ თანაგუნდელებს თქვენს იმუნიტეტი აქვთ რამე? დამშვიდით. რამე იმუნიტეტი აქვთ? ერთი წუთი. ამაზე გამოძიება დაწყებულია, ვისაც აქვს ბრალი აღნიშნულ გადატრიალების მცდელობაში, პროცესი რომელიც მიმდინარეობდა პრეზიდენტის სასახლესთან შტურმით, ყველას გაეცემა პასუხი. მათ შორის ყოფილ თქვენს თანაგუნდელებს. დაანებეთ სპეკულაციებს თავი. კობახიძემ ეს ქართული ოცნების კარგად ნაცადი ტაქტიკაა, რომ ისინი სპეკულაციებში ჩვენ გვადანაშაულებენ, თუმცა ირაკლი კობახიძე ამ კითხვებს თავად აჩენს იმ განცხადებებით, რასაც ის აკეთებს ყოფილ თანაგუნდელებზე და ბუნებრივია ამ კითხვებს ჩვენ შემდგომ ვუსვავთ ქართული ოცნების ლიდერებს თუ რიგითებს. ჩვენ მუშაობთ საკანონმდებლო ორგანოში დილიდან, სადაც ქართული ოცნების დეპუტატები არიან შეკრებილი და მათგან ვცდილობთ გავარკვიოთ ხომ არ აქვთ დამატებით რაიმე ინფორმაცია, ვის გულისხმობს ირაკლი კობახიძე, როდესაც ყოფილ თანაგუნდელებს ადანაშაულებს პირდაპირ სისხლისამართლის დანაშაულს ისთვის ბრალს, რომ ეს ადამიანები რევოლუციას აფინანსებდნენ ჩვენ ქვეყანაში. ერთი საგულისხმო დეტალი იყო კიდევ ირაკლი კობახიძის განცხადებაში, რომ მათ 4 ოქტომბრამდე მიიღეს პრევენციული ზომები და შესაბამისად მათ გაუმარტივდათ შემდგომ უკვე 4 ოქტომბრის პროცესების მართვა. ამ ხრივაც დავსვით ჩვენ კითხვები ქართულ ოცნებასთან, რას ნიშნავს პრევენციული ზომები, რა ზომები მიიღო ქართულმა ოცნებამ და იყო თუ არა მათ შორის ეს პრევენციული ზომა ღარიბაშვილის და ლილუაშვილის გარემოცვის, ახლო გარემოცვის ხმაურიანი დაკავებები. ჩვენ ყველა ეს კითხვა დავსვით ქართულ ოცნებასთან, მათ შორის ის ირაკლი კობახიძემ თუ იცის კონკრეტულ პიროვნებაზე ის, რომ ის აფინანსებდა რევოლუციას, მისცემს თუ არა ჩვენებას საგამოძიებო უწყებებს.
თქმა უნდა, ნებისმიერ სახელმწიფოებრივი ქმედება, რაგან შორის დაფინანსება არის ის სამართლის დანაშაული და გამოძიება მათ შორის ჩემი ინფორმაციით ამიმართულებითაც მუშაობს. ბინეფონის ადამიანები, ვინც აფინანსებდნენ. სამბობს რომ ყოფილი თანაგუნდელები აფინანსებდნენ თქვენი, ანუ ქართული ოცნების გუნდის წევრები ატრიალებდნენ სახელმწიფოს, ესე შეგვიძლია გავიგოთ? ნახეთ, ის რაც გუში პრემიერმა ბრძანა ალბათ უფრო პრემიერთან არის კითხვა დასასმელი, ვინ არ დაინტერესებულ ხართ ამაზე, ვის ადებს ხელს? ძალიან მძიმე ბრალდებაა სახელმწიფოს გადატრიალების დაფინანსება, რასაც თქვენ ამბობთ, ხო? აი გუნდში არავინ დაინტერესდა ამაზე, რომ ვინ გვიკეთებდა ამას გუნდის შიგნით? ხო, მე არ მაქონია პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა და არ საშუალება იმის ეს კითხვა დამესვა, ამიტომ რო ქართული ოცნების გუნდის წევრებს უნდა კითხოთ ეს, მაგრამ ხოლოდ ირაკლი კობახიძე მიცის ამაზე, სხვა არავინ? მე ხოლოდ პრემიერ-მინისტრს გამოვისმინე გუში. მე მეცაც გეტყვი თუ გამოძიება დაინტერესდება, ვის გულისხმობს პრემიერ-მინისტრი, უნებრევია, აქაც პრემიერ-მინისტრის პოზიცია იქნება მნიშვნელოვანი. მას აქვს ინფორმაცია ამ შესაძლოა შესახებ. ირაკლი კობახიძემ ჩვენება მისცეს? მე არ ვიცი, კიდევ ვიმეორებ, გამოძიება დაადგენს. გამორიცხავთ თუ არა, რომ ეს შეიძლება იყოს გრიგოლი ულაშვილი და ირაკლი კობახიძე? ამაზე პასუხი უნდა გავუგებინოს გამოძიება. ამ თქვენ არ გამორიცხავთ? გამოძიება უნდა გასცეს ამაზე პასუხი. აი მაგალითად მამუკა მდინარაძე რომ თანამშრომლობს ნაციონალურ მოძრაობაში. გამორიცხავთ? არ მიპასუხეთ, ესე იგი გამორიცხავთ თუ არა ლიულაშვილს და ღარიბ? არა, მე ხო არა მაგარანაირი არა, ინფორმაცია. მდინარაძე ხო გამორიცხეთ და ამიტომ გეუბნები. იმას რომ თქვენ გამორიცხავთ, ეს არაფერს არ ნიშნავს, ხო, საბოლოოდ? რა თქმა უნდა, ნახეთ, მე ხომ არა ვარ გამოძიებელი. თქვენივე ყოფილი გუნდის წევრები ატრიალებდნენ სახელმწიფოს? არ ვიცი, მე რაზე მილაპარაკებით არ მომისმენია. ბატონო შოთა, არ გისმენიათ ირაკლი კობახიძისთვის გუში? აი გეტყვით მე რასაც ამბობს. თქვენივე ყოფილი გუნდის წევრები ატრიალებდნენ სახელმწიფოს. სახელმწიფოს არ ვიცი. ირაკლი კობახიძემ თქვა რომ თქვენივე ყოფილი გუნდის წევრები აფინანსებდნენ რევოლუციას. სწორად ყველაფერი. არის თუ არა დაფინანსება? ყველაფერში ვეთანხმები, მაგრამ თქვენ გადატრიალებულში არის თუ არა რევოლუციის დაფინანსება დანაშაული? მე არ მომკითხია, შეგნებულად არ დავინტერესებული ვარ, თუნდაც, იმიტომ რომ თუნდაც ჩემი კოლეგები არ ჩამეყენებინა უხერხულ მდგომარეობაში. რომ რაღაცის ინფორმაციის გავრცელების, ასე ვთქვათ, ამ ხრივ არ ჩამეყენებინა უხერხულ მდგომარეობაში. მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ თუ რომელიმე ამ პირის პასუხისგებლობა შესწავლა იქნება საჭირო, აქაც არ დაიხევს საგამოძიებო უწყება ამ ხრივ. დაანონსა თუ არა ირაკლი კობახიძემ დაკავებების ახალი სერია ამ განცხადებით, ახლა ეს არის მთავარი კითხვა. ფაქტი არის ის, რომ ბრალდება, რომელიც გააჟღერა ივანიშვილის პრემიერ-მინისტრმა, არის ძალიან მძიმე და ქართული ოცნების ლოგიკას ვერ მივყვეთ, რა ბრალდებითაც ლევან ხაბეიშვილი, პაატა ბურჯულაძე, მურთაზ ზოდელავა და სხვები არიან დაკავებული წესით დაფინანსების ბრალდებით, ყოველ შემთხვევაში მათ უნდა ჰყავდეთ აქამდეც დაკავებული ქართული ოცნების ყოფილი წევრი, ვიზეც მიანიშნებენ და თუ მართლა რეალურად იციან, რომ ვინმე აფინანსებდა ოპოზიციას 4 ოქტომბრის პროცესებზე.